გამოძიება მიმდინარეობს ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ორი ახალშობილი გარდაიცვალა და ორივე შემთხვევაში ერთი ექიმის გვარი ფიგურირებს. გარდაცვლილი ჩვილების ოჯახები კლინიკის მორიგე პერსონალს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ანალოგიური პრეტენზიები იმავე ექიმის მიმართ ერთი თვის წინათ ისმოდა, როდესაც კლინიკაში მშობიარე გარდაიცვალა. ახლა საქმეში სამედიცინო რეგულირების სააგენტოსთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროც ჩაერთო. უკვე მეორე დღე ახმაურია ოზურგეთის საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე საათი შუალედით ორი ახალშობილი დაიღუპა. გარდაცვლილი ჩვილების ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ. ორივე შემთხვევაში ბავშვების დაღუპვის მიზეზად ნათესავები დაგვიანებულ ჩარევას ასახელებენ. 38 წლის ლეილა ჟღენტის ახლობლები ყვებიან, რომ მორიგე ექიმს მარინა გორდელაძეს რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა მან მშობიარის კლინიკაში დაწვენა მიზეზშეწონილად არ ჩათვალა. შემდეგ მათივე ინფორმაციით საკეისრო კვეთის ჩატარებაც დააგვიანა. სინათლე ჩააქვრეთ და დაიძინეო რა. მეუღლე ეხვეწებოდა რომ უმაწვალებ გამეკეთა საკეისრო და ამ ადამიანმა რა ვიცი რა, ნაპრინციპ არ გააკეთა. გავიდა 1 საათი, 2 საათი, 3, 4 გაათენდა არავინ კაცი პასუხს არ გვეუბნება. დარეკა ტელეფონმა და ჩემად დავამეს და ბავშვი მომიკლეს. რა ხდება რა, ეს მეორე შემთხვევა არის დღეს. რამდენიმე საათით ადრე იგივე ექიმების მორიგეობის დროს ოზურგეთის საავადმყოფოში კიდევ ერთი ჩვილი გარდაიცვალა. 19 წლის თინათილ ჩარკვიანის ოჯახსაც პრეტენზია ამ შემთხვევაში მარინა გორდელაძესთან აქვს. ჯერო არა. ხო, გამოდიან მერე და შევყავარში და მეუბნებიან. მოხდა ბავშვიო. მე დაგვიანებას ვფიქრობ. ექიმი მარინა გორდელაძე დღეს საავადმყოფოში აღარ გამოჩენილა. მის ნაცვლად შეკითხვებს კლინიკის დირექტორი პასუხობდა, თუმცა ერთ დღეში ორი ჩვილის დაღუპვის მიზეზის შესახებ საუბარი დავით მდინარაძემ არ ისურვა. მან მედიას მხოლოდ მოკლე ანკეტური მონაცემები გააცნო. იმ წამსვე დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი უეფექტო აღმოჩნდა და დაბადებიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. კლინიკის დირექტორს არც ერთი თვის წინ მომხდარ შემთხვევაზე უსაუბრია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში. დაადასტურეს, რომ 22 აგვისტოს ასევე მარინა გორდელაძეს მორიგეობის დროს ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა. მაშინ საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში მშობიარე გარდაიცვალა. ამ და დღეს მომხდარ შემთხვევებს რეგულირების სააგენტო უკვე სწავლობს. ადგილზე ჩასულები არიან სპეციალისტები, რომლებიც პირველ ეტაპზე დოკუმენტაციას შეისწავლიან. ერთი საექიმო ბრიგადის პერიოდში მოხდა ეს შემთხვევა. იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ადგილზე იყოს საკითხი შესწავლილი. სამშობიაროებში არსებულ პრობლემებს ადასტურებენ ჯანდაცვის სამინისტროში. უწყების ინფორმაციით ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვილების გარდაცვალების შემთხვევებმა იკლო, თუმცა უწყების ინფორმაციით მდგომარეობა მაინც მძიმეა. არის პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია სამედიცინო დაწესებულებების, როგორც სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციასთან, ასევე მათ აღჭურვილობასთან. სამედიცინო რეგულირების სააგენტოში მიმდინარე გამოძიების პარალელურად ოზურგეთში მომხდარ შემთხვევებს სწავლობს შინაგან საქმეთა სამინისტროს. სისხლის სამართლის საქმე სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით აღიძრა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ცენტრის ექიმს არა მხოლოდ საექიმო საქმიანობა აეკრძალება, არამედ შესაძლოა მას სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დაეკისროს.